ყველას მოგესალმებით. ვაცნობ საზოგადოებას, რომ გუშინ საღამოს ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცი სამსხავროდ დაიღუპა. ახალგაზრდა კაცი ჯარისკაცი ვასილ ხურიჯანაშვილი 21 წლის პატრულირების დროს მოხდა შეტაკება და სამსხავროდ ჩვენ დავკარგეთ ერთი ჯარისკაცი. ასევე ერთი დაიჭრა, რომელიც გუშინ გადაყვანილი იქნა ჰოსპიტალში და მის მდგომარეობა არის სტაბილური, რომელსაც გერმანიაში გადავიყვანთ. მე მინდა პირველ რიგში მის ოჯახს მიუსამძიმრო ეს საშინელი ტრაგედია. და მინდა გთხოვოთ, რომ ზუსტირდუმილით პატივი მივაკოთ მის ხსოვნას. მე მინდა გთხოვო ქალბატონთინას, რომ და ფინანსის სამინისტროს მინდა დავავალო, რომ გთხოვთ უზრუნველყოთ კანონით განსაზღვრული 100,000 ლარის გამოყოფა ოჯახისთვის კომპენსაციის სახით. სამწუხაროდ გუშინ ავღანეთში ერთ ჯარისკაცს დავკარგეთ, ვასილ ხურიჯანაშვილი. პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო მის ოჯახს, ჩვენ წუხა მთელი ღამე იქ ვიყავით და შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი დედა, რომელსაც აცნობეს შვილის დაღუპვის შესახებ და რომელიც ასე გმირულად შეხვდებოდა ამ ამბავს. ასევე დაჭრილი არის ერთი ჯარისკაცი, თუმცა მას ღამე გაუკეთა ოპერაცია და აბსოლუტურად არავითარი საფრთხების ჯანმრთელობას არ ემუქრება. დღეს მას გერმანიაში კლინიკაში გადაიყვანენ და შემდეგ დაბრუნდება სამშობლოში. ჩვენ დანარჩენი ჯარისკაცები მშვიდად არიან. ამ ამბის შესახებ უკვე ცნობილი არის ოჯახის წევრებისთვის და ყველას მინდა მიუმართო, რომ აბსოლუტურად არაფერი იქ არ ხდება. ეს იყო ჩვეულებრივი პატრულირების დროს მოხდა, ეს არ ყოფილა არც ბაზაზე თავდასხმა და არც რამე მსგავსი რა ინფორმაციაც, როგორც მე ვიცი, ოჯახის წევრებს მიაწოდეს. ყველანი დანარჩენი ჯარისკაცები ჯანმრთელად არიან, მაგრამ სამწუხაროდ ეს ერთი ჯარისკაცი დავკარგეთ გუშინ.